დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. თქვენ გახსოვთ ჩვენი მთავარი სათქმელი, ჩვენი გადაცემის კონცეფციას, ჩვენი ყოველდღიური სადგივარიც უკავშირდება ადამიანს და ამიტომ ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, როგორც მთავარ ფასეულობასა და ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ჩვენ საუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც მის თავისუფლებაზე და ჩვენ საუბრობთ დაავადებებზე, როგორც ადამიანის თავისუფლების შეზღუდვაზე. ჩვენ საუბრობთ ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ, სოციალურ კეთილდღეობაზე და საუბრობთ იმ ურთიერთობებზე, რომლის გარეშეც ადამიანს როგორც სოციალურ არსებობა არ შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველდღიურად ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი ადამიანის სხეულზეც, რომელიც მხოლოდ ჭურჭელია და თავად ადამიანზეც, რომელიც გაცილებით აღმატებულია, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ადამიანის სხეული. და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვჭირდება იმის გათვალისწინება, რომ ადამიანის სხეული სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. ძალიან ხშირად გაგიგონიათ მაგალითად სხვადასხვა ორგანოს მკურნალობას რომ უკავშირდება ამა თუ იმ სპეციალისტის საქმიანობა. მაგრამ არის ერთი დარგი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე გრძნობათა ორგანო გააერთიანოს და ამ დარგს ქვია ყელყურცხვირის მიმართულება, ოტორინოლარინგოლოგია. და რატომ შეიძლება ყელყურცხვირი ერთმანეთს დაუკავშიროთ? აქ მნიშვნელოვანია ანატომიის გათვალისწინებაც და ფიზიოლოგიის გათვალისწინებაც, მათი ფუნქციის გათვალისწინებაც. და კიდევ ერთი აქ არის ასევე გასათვალისწინებელი მდგომარეობები, როდესაც ყელყურცხვირი ერთდროულად აღმოჩნდება სამიზნე. მაგალითად, სეზონური ინფექციების დროს, ან მაგალითად, სადღესასწაულო მოვლენების დროს, როდესაც სწორედ ამ ორგანოებს აღმოჩნდა, რომ გაცილებით მაღალი რისკი აქვს დაზიანებით, ვიდრე ნებისმიერ სხვა სისტემას. დღეს ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ სხვადასხვა წახნაგით ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენ შევთანხმდით, რომ ადამიანის ორგანიზმში იზოლირებული პრობლემები არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთმანეთთან ანატომიურად და ფუნქციურად დაკავშირებულ სისტემებზე ვსაუბრობთ და ყელყურცხვირი ამ მხრივ კლასიკური მაგალითია. და როდესაც საუბრობთ ყელყურცხვირზე როგორც სამიზნეზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს შეიძლება იყოს სეზონთან ასოცირებული პრობლემები და შეიძლება იყოს პრობლემები, რომელიც დროს ვითარებას და წინასახელწლო მდგომარეობას უკავშირდება. ჩვენ ტრადიციულად ძალიან ბევრი მაყურებლის კითხვას უნდა ვუპასუხოთ, რამდენიმე ნიმუშიც კი გვექნება. მოკლედ დღევანდელი ჩვენი საუბარი უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემის დიდი ხნის მეგობართან და დღევანდელი გადაცემის სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ ოტორინოლარინგოლოგი პროფესორი ბატონი გიორგი გოგნიაშვილი. გიორგი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ყოველთვის ძალიან გვიხარია თქვენი სტუმრობა და ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პრაქტიკოსის გამოცდილება, რომელიც სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას აერთიანებს და გვიზიარებს მტკიცებითი მედიცინის უახლეს მიღწევებს. როდესაც ჩვენ საუბრობთ სეზონთან ასოცირებულ პრობლემებზე, რასაკვირველია, ტემპერატურის დაქვეითებასთან ერთად, სეზონის მონაცვლეობასთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალური არის ხოლმე ზედა სასუნთქის სისტემის პრობლემები, რესპირაციული ინფექციები, რომელიც შეიძლება ქვედა სასუნთქზებშიც იქცეს პრობლემად, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემა, რომელიც სამიზნედ აქცევს ყელყურცხვირს, არის ხოლმე რესპირაციული პრობლემები. და რამდენად აქტუალურია ეს საკითხი და რატომ შეიძლება სამივე სისტემა ერთდროულად ან ცალ-ცალკე აღმოჩნდეს სამიზნე და ყველაზე ხშირად რა პრობლემებით, რა დაავადებებით ვლინდება ხოლმე ეს ყველაფერი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, არაჩვეულებრივი გარემოსთვის, ეს ახალი გარემოა და გილოცავთ. მადლობა გიო. ძალიან დიდ საქმეს, რაც შეეხება ჩვენ თემას, მართლაც აქტუალურია, ზუსტად ეხლა ვართ აი დაწყების სტადიაზე, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იწყება სიცივეები და ამისთვისაც მადლობას მოგახსენებთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაყურებელს მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. თუ რა პრევენციული პროფილაქტიკური ზომები გაატარონ, იმისთვის რომ უფრო ნაკლებად გაურთულდეთ ესა თუ ის პათოლოგია. რაც შეეხება ჩვენ თემას უშუალოდ ეს არის, ესე იგი, ცხვირთან და ცხვირის დანამატწიაღებთან დაკავშირებული. ეს თქვენ ძალიან კარგად ახსენეთ, რომ ერთი სისტემა არის.
ანუ არ ეგონოს ჩვენ მაყურებელს, რომ იზოლირებულად ხდება რამე. მაგალითად, ცხვირი დაკავშირებულია წიაღებთან, ანუ სინუსებთან, ასევე ცხვირი დაკავშირებულია და ცხვირხახა ყურთან, იმიტომაც არის ხოლმე, რომ ეს პათოლოგიები ერთმანეთთან მომიჯნავე არის, ასე რომ ვთქვა და უნდა განვიხილოთ ერთ სისტემაში, რომ გავაგებინოთ ჩვენ მაყურებელს, რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეულის ჯანმრთელად არსებობა. მაგალითად, ცხვირის ჩვეულებრივი რინიტი, ანუ გამონადენი ცხვირიდან, ბანალური სურდო, კი შეიძლება შემდგომში თუ არ უმკურნალეთ მაგას, გადავიდეს მაგალითად ყურის ანთებაში, ან სინუსების ანთებაში, ეგრეთ წოდებულ ჰაიმორიტი, ფრონტიტი და ასე შემდეგ. ამისათვის ჯობია, რომ პრევენციულად, პროფილაქტიკურად ვუმკურნალოთ ჩვენ ამ დაავადებას, რომ ეს გართულებები არ მივიღოთ. ის რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალური რა თქმა უნდა და შესაბამისად ესა თუ ის პათოლოგია შეიძლება გააჩნდეს, არ გააჩნდეს. იმის მიხედვით თუ რა უმწვავდება ხოლმე სეზონურად, ჯობია რომ ამ სეზონურ გამწვავებას სეზონზე კი არ დავხვდეთ, ცოტა ადრე. ანუ მაგალითად თუ სიცივეზე ალერგია აქვს პაციენტს და შესაბამისად სიცივეზე რინიტი ეწყება, ამ რინიტს დავხვდეთ სადღაც 2-3 კვირით ადრე. რომ მომზადებული შევხვდეთ ამას, რომ შემდგომი გართულებები რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ რინიტმა, თავიდან ავირიდოთ. ეს მომზადება რას გულისხმობს, გიო? აი მაგალითად თბილშემოდგომაზე დაიწყო ადამიანმა მზადება, დაიჭირა თადარიგი. რაში გამოიხატება ეს ამზადისი, რომ შემდეგ უკვე ტემპერატურის მკვეთრი კლების პირობებში არ გაურთულდეს, ან არ განვითარდეს? ცოტა სასაცილო შეიძლება იყოს, მაგრამ ყველას ოჯახში ყავს ადამიანები, რომლებიც არ უფრთხილდებიან ამას. მაგალითად, ჩემი შვილები, ხო? რომ ვეუბნები ხოლმე, რა თქვა, ზამთარში არ შეიძლება მაისურით გასვლა გარეთ, მაინც გადიან და ეს უკვე იწვევს მერე შემდგომ გართულებებს და მთელი ზამთრის განმავლობაში ანუ გადაციება. რა თქმა უნდა, გადაციება. ეს არის პირველი წინაპირობა იმისი, რომ ზამთარში ხელშემწყობი იმისი, რომ ზამთარში მერე რაღაცა გაგვერთულდეს. ამიტომ ვეცადოთ ნორმალური ტემპერატურის ტანსაცმელი შევარდში. ანუ ადაპტაცია სეზონის შესაბამისად. აი როგორც ადაპტაცია გვიწევს თქვა თაში თუ წავედით ან ზღვაზე, ამას უნდა მოვახდინოთ ადაპტაცია, სეზონზეც ესე უნდა მოხდეს ადაპტაცია. ეს პირველი წინაპირობა იმისი, რომ არ გაგვერთულდეს არაფერი. შემდგომ თუ ვიცით რაიმე პათოლოგია გაგვაჩნია, აი მაგალითად, ხო? ხშირად სურდო გვაქვს. ეს სურდო ძალიან მარტივი გასარჩევია ალერგიული, არაალერგიულისგან, ბაქტერიულისგან, ხო? თუ ეს გამონადენი გამჭვირვალე წყალივით არის, ეს არის უფრო ალერგიული გენეზის რინიტი. თუ არის მოყვითალო მომწვანო, ეს უკვე ბაქტერიულში გადადის. ანუ ბაქტერიულში ჭირდება შესაბამისი მკურნალობა, ალერგიულ შესაბამისი მკურნალობა. ამით მარტივი დიფერენციაცია, თორე რა თქმა უნდა არსებობს უფრო ღრმა კვლევები, მაგალითად რადიოლოგიური კვლევები, კერძოდ კომპიუტერული ტომოგრაფია, ან ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტიკა, მაგრამ ეს მარტივად ადამიანის სახლის პირობებში რომ გაარჩიოს ეს ალერგიულია თუ ბაქტერიული. აი ესეთ მარტივი რჩევა შეგვიძლია. თქვენ ახსენეთ სინუსიტი, ანუ დანამატი ღრუების ანთება, რომელზედაც ჩვენს გადაცემაში ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია სხვადასხვა ჭრილში, მაგრამ ადამიანები წინასწარი მოცემულობით თქვენ ეს უკვე ბრძანეთ, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგალითად, სეზონურ ინფექციას შევხვდით ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, არანაირი ქრონიკული დაავადება არ გვაქვს და შევხვდით ადრე გადატანილი ან მრავალჯერ გადატანილი სინუსიტით. ეს ცვლის დაავადების მიმდინარეობას და გამოსავალს. იგივე ბანალური სურდოს შემთხვევაში. ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სინუსიტი და ბანალური სურდო დაემართება და ადამიანები, რომელთაც აქვთ ეს პრობლემა, ასეთ შემთხვევაში რისკები რას უკავშირდება და რა ტიპის რისკებია? ძალიან კაი კითხვა არის, იმიტომ რომ რისკ ფაქტორიანი პაციენტები, კერძოდ, აი თქვენ რაც ბრძანეთ, რომ სინუსიტი ვისაც ახასიათებს, ეხლა წელიწადში ერთი სინუსიტი არანაირი პრობლემა არ არის. თუ გვაქვს 3 ან მეტი ეპიზოდი სინუსიტის და ეს სინუსიტიც მინდა აუხსნათ მაყურებელს, ხო, როგორ შეიძლება განვასხვაოთ. ეს ძალიან მარტივი შესაგრძნები არის, ანუ თავის დახრის დროს თვალბუდის ქვემოთ ან თვალბუდის ზემოთ ზეწოლის შეგრძნება, თვალებს შორის ზეწოლის შეგრძნება, ან კეფის მიდამოში. კეფის მიდამოში რატო? იმიტომ რომ ერთ-ერთი სინუსი
არის ძირითადი წიაღი, ანუ სფენოიდიტი, რომელმაც შეიძლება კეფის მიდამოში ზეწოლა და ტკივილი გამოიწვიოს. რაც ძნელი სადიფერენციაციოა ჰიპერტენზიული დაავადებისთვის, იმიტომ ვიცით, რომ მაღალი წნევის დროსაც კეფის მიდამოში გაქვთ ტკივილი, ხო? და იქაც გაძნელებულია თავის მოძრაობა დახრა. და თქვენ რაც აღნიშნეთ, ეს საკმაოდ საყურადღებოა, როდესაც ადამიანი თავის წინ მოძრაობისას დახრისას ამ დისკომფორტს გრძნობს. ძალიან შემაწუხებელია. თან და ეს ამძიმებს პაციენტს, შრომის უნაროს ხდის და ასე შემდეგ. ამის ყველაზე კარგი სადიფერენციაციო მაჩვენებელი ეს არის რადიოლოგიური კვლევა. ერთი მარტივი, არა რენტგენი. ისე ვიძახი კომპიუტერული ტომოგრაფია, იმიტომ რომ კომპიუტერული ტომოგრაფია არის ოქროს სტანდარტი ამ დაავადების სადიფერენციაციო. ზუსტად გეუბნება შენ პათოლოგია არის თუ არ არის და ასევე რა პათოლოგია არის. რენტგენი მარტო გაძლევს შენ საშუალებას გაარკვიო რენტგენოლოგიური გამოკვლევა, პათოლოგია არის თუ არ არის. თუ რა პათოლოგია იწვევს ამას კომპიუტერული ტომოგრაფია გაძლევს მარტო. კი, განსხვავება არის ფინანსურად, მაგრამ ვურჩევ ჩვენ მაყურებელს, რომ რენტგენზე ტყუილა ფული არ დახარჯონ. ანუ ჯობია რომ პირდაპირ კომპიუტერული სინუსიტის შემთხვევაში. და ეს ზუსტად გვეტყვის რომელი სინუსია დაავადებული, რა პროფილაქტიკური ღონისძიებები გავატაროთ, საოპერაციო არის თუ არ არის. მაგის გარეშე ჩვენ დიაგნოზს ვერ დავსვამთ. სინუსიტი ახანგძლივებს სურდოს მიმდინარეობას, ართულებს, მაგალითად იყო ასეთი გამოთქმა წლების მანძილზე, ჯერ კიდევ ჩვენი სტუდენტობის დროს და მერე წლების მანძილზე ეს გამოცდილება არ შეცვლილა, როდესაც ამბობდით, რომ თუ სურდოს ვუმკურნალებთ, 7 დღე ჭირდება, არ ვუმკურნალებთ 1 კვირა. ანუ გარკვეული ციკლურობა ახასიათებს ბანალურ რინიც. მაგრამ ყოველთვის ასეა და ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ იგივე სინუსიტის მქონე ადამიანების შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა და რა თქმა უნდა ამაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა. ბანალური სურდო, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანს გადის ჩვეულებრივად, თუმცა სინუსიტიან პაციენტს თუ ეს სინუსიტი დიაგნოსტირებული არის, აუცილებლად უხანგრძლივდება. ანუ ეს შეიძლება კვირები და ხანდახან თვეებიც გაგრძელდეს. ამიტომ სინუსიტიანი პაციენტის წინაპირობა ის, რომ ეს რინიტი, ანუ ცხვირიდან გამონადენი დიდი ხანი გაგრძელდეს და პრობლემები დიდი ხანი გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, უფრო მეტია, ვიდრე არასინუსიტიანი პაციენტის დროს. როდესაც სეზონურად ვსაუბრობთ პრობლემების აქტუალობაზე, ყელ-ყურცხვირი, სამი სეგმენტი გვაქვს ჩვენ ახლა დღესაუბრისთვის. ყელი ყველაზე ხშირად რა დაავადებით, რა დიაგნოზით ზარალდება ხოლმე? ყველაზე ხშირად აი რესპირაციული ინფექციების სეზონზე ყელთან დაკავშირებული გასაგებია რომ ანგინა საზოგადოებას ძალიან ხშირად ესმის, მაგრამ ანგინა ყველას არ აქვს, ვისაც ყელი ტკივა. და ანგინა არ არის ესეთი მარტივი დიაგნოზი, თუმცა ყველაზე ხშირად, ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელიც შეიძლება რესპირაციული ინფექციის ფონზე ან გამოვლინდეს, ან მერე გართულდეს რესპირაციული ინფექცია. ეს არის ანგინა, ძალიან კაი სიტყვა ახსენეთ თქვენ, ანუ ტონზილიტი. ანგინა ნიშნავს ტონზილიტს. ანგინა ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეს არის გლანდების, ხალხურ ენაზე გლანდების ჩირქოვანი პრობლემები. მაგრამ ანგინა, ანუ ტონზილიტი უნდა იყოს ორი ნიშანი აუცილებლად. ეს არის ჩირქოვანი ტონზილი, ანუ გლანდი და ასევე ტემპერატურული რეაქცია. ანუ ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ არის ანგინა, ანუ ტონზილიტი. მწვავე ტონზილიტი. რაც შეეხება ქრონიკულ ტონზილიტს, ეს არის უკვე მწვავე ტონზილიტის გამეორებები. წელიწადში ამერიკელები იძახიან თუ 7 ეპიზოდი იქნა, ანუ წარმოიდგინეთ თქვენ ნახევარში ერთხელ ადამიანს თუ აქვს ან ბავშვს ან მოზარდს, მოზრდილს ტონზილიტი, ანუ დაჩირქებული ყელის სიცხით, ეს უკვე არის ქრონიკული ტონზილიტი და შესაბამისად აუცილებლად ჭირდება ოპერაციული მკურნალობა. მაგრამ 7 ძალიან ბევრია ჩემი აზრით. მე სადაც მუშაობდი გერმანიაში, იქ იყო 3. ანუ წელიწადში 3 ეპიზოდი, ანუ 4 თვეში ერთხელ თუ გიმეორდება შენ მწვავე ტონზილიტი, ეს უკვე ქრონიკულის მანიშნებელია. ასევე მაგას ახასიათებს ადვილად დაღლა, სახსრების ტკივილი, ნუ ეს სხვა სიმპტომია, რო არ გადაგვივიდეს რევმატიზმულ პრობლემებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფარინგიტი. ანუ ტონზილიტი შენ გაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტონზილა ადამიანს აქვს, ანუ გლანდები აქვს. თუ გლანდები მოცილებული აქვს, ტონზილიტი ვერანაირად ვერ იქნება. იმიტომ რომ ტონზილექტომიის შემდგომ უკვე ანგინები აღარ გამეორდება. ანუ მე უკვე გადავდივართ ფარინგიტზე. ფარინგიტიც არსებობს, რა თქმა უნდა,
მწვავე, ქვემწვავე, ქრონიკული ფარინგიტი. ეს ფარინგიტი ძალიან ესეთი რთულ სადიფერენციაციო და ძალიან რთულია მიაგნო თუ რისგან არის გამოწვეული. ამ ბოლო წლებში ძალიან აქტიურია კუჭნაწლავიდან გამოწვეული ფარინგიტი. ანუ რეფლუქს ეზოფაგიტისთან გამოწვეული და ეს მთელი მსოფლიოს კონფერენციებზე ახლა განიხილება ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე არ ვაქცევდით ყურადღებას ისეც. ასევე თქვენ გაგებული ექნება ჩვენ მსმენელს უკანა რინორია, ანუ აი ბავშვებს რო აქვთ უკანა გადანადენი ცხვირიდან პოსტნაზალური წვეთის სინდრომი. ესეც ძალიან საყურადღებოა, რამაც შეიძლება ასევე ფარინგიტები გამოიწვიოს, ხო? და გადაციება, ზედმეტი ნაყინის ჭამა, ან თქვათ ყინულიანი წყლის მიღება, ამანაც შეიძლება გამოიწვიოს ფარინგიტი. როდესაც ჩვენ საუბრობდით ყელყურცხვირზე, როგორც სამიზეზო, უბრალოდ დავიწყეთ ამ თემაზე საუბარი. მაყურებლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა დაბინძურებული გარემოს შემთხვევაში, ასევე ზარალდება ლორწოვანი თუ სადმე ეს არის ხილული და იქაც სადაც არის უხილავი. ამიტომ ის რომ თვალის ლორწოვანი არის ხოლმე სამიზნე, მაგალითად არასათანადოდ ვთქვათ დაცულ გარემოში იქ სადაც არის უბრალოდ გამონაბოლქვი ამ მსგავსი რამ არის ქიმიკატები, ასეთ შემთხვევაშიც თვალის ლორწოვანი, ცხვირის ლორწოვანი, ყელის ლორწოვანი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა ზარალდება და ეს ცალკე საკითხია. თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან საყურადღებო მდგომარეობა, როდესაც ჩვენ წინა სადღესასწაულოდ საუბრობთ ხოლმე ყოველთვის ვითვალისწინებთ უსაფრთხოებას, განსაკუთრებით ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ სეზონზე ეს არის მართლაც პრობლემა და ყველა დარგის ექიმს აქვს შეხება, მაგრამ ერთ-ერთი ვისაც აქვს ხოლმე მსგავსი თავსატეხები არის ოტორინოლარინგოლოგი და ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო იქნება მაყურებელთა კითხვების მოსმენა და მოდით ვნახოთ რა ვიდეო კითხვა გამოგვიგზავნა მაყურებელმა. მოგესალმებით, ჩემი შვილი თითქმის ყოველ ახალ წელს ახერხებს ცხვირში ან ყურში მოითავსოს თხილის გული ან მცირე ზომის კანფეტი. მაინტერესებს ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე, სახლის პირობებში ბავშვს როგორ უნდა აღმოუჩინო პირველადი დახმარება. ეს ისეთი ხშირი შემთხვევა არის, რომ ამაზე აუცილებელია გქონდეს სრულყოფილი პასუხი პროფესიონალისგან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მშობლებს თუ დავაკვირდებით, თანამედროვე მშობლები ბევრად უფრო წინ დახედულად კრებენ ინფორმაციას იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახი, საკუთარი შვილები დაიცვან სხვადასხვა რისკებისგან. და თუ მით უფრო არის გამოცდილება, როდესაც პატარას აქვს ასეთი ცდუნება ყოველ დღესასწაულზე, ყოველ ახალ წელს, ხალხმრავლობაში ძალიან ადვილად სარგებლობენ ხოლმე ბავშვები და ცხვირში ან ყურში ითავსებენ უცხო სხეულს. ეს არის თქვენთვისაც ერთ-ერთი ნაცნობი თავსატეხი, რომელიც სადღესასწაულო დღეებში ჩნდება ხოლმე. რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს მშობელმა? ბინის პირობებზე ალაპარაკი და რა არ უნდა გააკეთოს? ძალიან კარგი კითხვა არის და ძალიან ბევრ მშობელს კარგ მიმართულებას მივცემთ ახლა ამ კითხვით, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირი არის მართლაც მძაფრდება ეს საახალწლო პერიოდში. და რაოდენ გასაკვირიც არ იყოს, ახლა მე როცა მორიგეობდი, ძალიან ბევრს მორიგეობდი, გერმანიაში როდესაც მუშაობდი, ყოველ მესამე დღეს თითქმის მორიგე ვიყავი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბავშვები ცხვირში იტენიდნენ აი ვარდისფერ რაღაცებს. რა საინტერესო. არის მომჭრელ ფერად ნივთებს არჩევენ ხოლმე. და ეს ძალიან ართულებს ჩვენ დაკვირვებას, იმიტომ რომ ლორწოვანი ვარდისფერია და შესაბამისად გარჩევა ამ უცხო სხეულის ცხვირში ძალიან რთულია. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, მშობელმა ძალიან კაი კითხვა დასვა, რომ რა ქნას სახში. ჩემი რჩევა იქნება ყველასადმი არ დაიწყონ წვალება. და რატო? იმიტომ რომ ის ნივთი რაც საგანი რაც ცხვირში აქ ბავს, აუცილებლად შესაძლებელია რესპირირდეს, ანუ გადავარდეს უკანა მხარით ხოანის და ხორცსარქველზე დაეცეს. ამიტომ წვალება არის პირველი ცუდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში. მით უფრო ჩატენვა და ჩაჭერხნა. ნუ ეხლა ზედაპირულად თუ 100%-იანი დარწმუნებულია მშობელი, რომ ძალიან მარტივად გამოაგდებს, უნდა გამოაგდოს. წვალება არის ყველაზე ცუდი. ყურთან დაკავშირებითაც იგივე პრინციპია, გიო? ზუსტად, იმიტომ რომ დაფის აპკი ძალიან ახლოს არის მოთავსებული გარეთასაზმელ მილთან, სადაც ბავშვი იტენის ყურში რაღაცას და შესაბამისად იმ წვალებით შესაძლებელია
შიგნით შევიდეს ეს ნივთი და დააზიანოს დაფისაფრკი და უკვე მერე საოპერაციო გახდეს. ანუ ამას აკეთებს შობელი უნებურად, ეხმარება და უნებურად. უნებურად. ხშირია ეს და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ რაც შეიძლება მალე მიიყვანოს ოტოლარინგოლოგთან რომ მოხდეს ამ უცხო სხეულის ამოღება. ანუ ეს არის ყველაზე კარგი და ეფექტიანი რჩევა. და დაკვირვება რომ არაფერი არ ჩაიდონ წყურში ან ხურში. კიდევ ერთი ვიდეო კითხვა აქვს ჩვენს მაყურებელს. ტექნოლოგიები იცვლება და ჩვენ პირდაპირ ეთერში ქონდა ხოლმე კითხვები, ახლა ვიდეო კითხვას გზავნის მაყურებელი და ჩვენ გვაქვს საშუალება რომ მათ უპასუხოთ პროფესიონალების ჩართულობით. კიდევ ერთ მაყურებელს მოვუსმენთ ახლა. ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდგომში. ფოიერვერკის გასროლის შემდეგ დამიგუბდა ყური. მაინტერესებს საჭიროებს ექიმთან ვიზიტს თუ გაივლის დროთა განმავლობაში. დიდი მადლობა პასუხისთვის. მადლობა მაყურებელს, ეს არის წინა წლის გამოცდილება. და აი, როდესაც ამ კითხვას ვუსმენთ, მე მახსენდება, რამდენი მაყურებლისთვის არის ეს კითხვა აქტუალური. ჩვენ ახლა განვაზოგადეთ უბრალოდ ეს კითხვა და ძალიან ბევრი ადამიანის არასასიამოვნო გამოცდილებას ეფუძნება, როდესაც ფოიერვერკის ფონზე შეუგუბდა ყური, დარჩა ასე შეგუბებული და ერთი მხრივ ელოდება რომ ეს გაიხსნება, ისევე როგორც მაგალითად აი ზღვაში, აუზზე, ცურვისას ჩვეულებრივი შხაპის მიღებისას შეიძლება ადამიანს ჰქონდა ესეთი ეპიზოდი და მე შვება იგრძნო, იმიტომ რომ თვითონ გათავისუფლდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როდესაც გახანგრძლივდა ეს შეგუბება, არის თუ არა საყურადღებო და აუცილებელია თუ არა ექიმთან ვიზიტი. ეს ძალიან კარგი კითხვაა და ესეც დამოკიდებული არის თუ რამდენი ხანი ხანგრძლივდება ეს რა. ერთ კვირაზე მეტი გახანგრძლივების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მივმართოთ ოტოლარინგოლოგს, უნდა გაკეთდეს სმენის გამოკვლევა, რომ დავადგინოთ არის თუ არა ამ ბარო ტრავმის შედეგად, ანუ აკუსტიკური ტრავმის შედეგად დაზიანებული სმენის ნერვი. იმიტომ რომ დაგუბება იცის როგორც გარეთა ყურის პრობლემა, ანუ ბანალურმა საცობმა, ასევე შუა ყურის პრობლემა და ასევე შიგნითა ყურის პრობლემა. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში, ბარო პიროტექნიკის შემთხვევაში, ან თქვათ გასროლის დროს, იარაღის გასროლის დროს, ან თქვათ კლუბში, მაღალი ხმაურის პირობებში, ხო? ან კლუბში, ან რესტორანში, თქვათ ქორწილში. იმ შემთხვევაში თუ ეს დაგუბება გრძელდება, უნდა გადამოწმდეს ხო არ დაზიანდა სმენის ნერვი. მაგალითად, ჩემი გერმანიაში მუშაობის დროს ჩატარდა ესეთი კვლევა თინეიჯერებზე, ანუ ბავშვები, რომლებიც შედიოდნენ კლუბში, ღამე, იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს და გამოდიოდნენ. მეორე დღეს ჰქონდათ უმეტესობას დაგუბება, რაც ქალბატონმა აღნიშნა და ყურის შუვილი, ანუ ტინიტუსი. და უტარდებოდათ აუდიოგრამა ასეთ მხოლოდ უკაცრავად ჩაგერთეთ, მაგრამ მხოლოდ ალკოჰოლის გარკვეული დოზის მისაღებად შედიოდნენ თუ ყოფნდებოდნენ იქ იმ გარემოში? ხო და მაგას ვიკვლევდით ჩვენ, რომ ალკოჰოლი არანაირ კავშირში არ იყო ამ ტინიტუსთან, აქ მხოლოდ და მხოლოდ ამას იწვევდა მაღალი ჟღერადობის დინამიკები, რომლებიც აზიანებდა სმენის ნერვს და შესაბამისად ვითარდებოდა ყურის შუვილი. ზუსტად ამ შემთხვევაში, როდესაც ხანგრძლივდება ესეთი დაგუბება, ანუ უნდა მოხდეს დიფერენციაცია და ეს უნდა მოახდინოს სპეციალისტმა სპეციალური გამოკვლევებით, რომ დროულად უმკურნალოთ ნერვს, იმიტომ რომ ნერვის მკურნალობა ძალიან რთული არის. ყველაზე რთული არის ყურში ნერვის მკურნალობა. თუ არის შიგნითა ყურიც გამოწვეული, მაშინ დროულად ჭირდება მას კონსერვატული მკურნალობა, რომ არ გადავიდეს უკვე ქრონიკულ ფორმაში. 3 კვირის მერე უკვე გადადის ქრონიკულში. ამიტომ ერთ კვირაზე მეტი არ უნდა გავაჩეროთ ესეთი მდგომარეობა. როდესაც საგანგებოდ გამოყავით მოზარდებში ჩატარებული კვლევა, ასაკს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ შეიძლება ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა ასაკის ადამიანს და დაყოვნება ყველასათვის შეიძლება განსხვავებული ფასი იყოს. მე ვგულისხმობ სამედიცინო თვალსაზრისით. არის გადამწყვეტი რომელ ასაკში ადამიანი თუ დრო ყველა შემთხვევაში არის ყველაზე მთავარი ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. უფრო პრეპუბერტატულ, ანუ გარდატეხის ასაკამდელ ბავშვებს მივაქციოთ ყურადღება უფრო. იმიტომ რომ ბავშვებში უფრო რთულია ეს და შესაბამისად დროულად რომ მოხდეს სათანადო მკურნალობა. როდესაც ჩვენ საუბრობდით
დღეს ყელყურსხულზე როგორც სამიზნეზე ჩვენ სეზონულ ჭრილშიც ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ სადღესასწაულო რისკებთან დაკავშირებით. არის ისეთი საკითხი, რომელიც როგორც პრაქტიკაში გვხდებათ ხშირად, თქვათ, არ მოხდა ჩვენს კითხვებში და არ გვისაუბრია, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში ურჩევდით საზოგადოებას, რომ ეს ფაქტორები გაითვალისწინებინათ. რა არ თქვით, გიო და რა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაითვალისწინოს? პირველ რიგში უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით ამ პერიტოპნიკის გამოყენებასთან, თავიცვათ ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, რაც ვიცით. და ჯობს რომ არ გამოვიყენოთ. ჯობს რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ, თუმცა ამის გარეშე არ ხდება სამწუხაროდ, მაგრამ თუ გამოვიყენებთ, აუცილებლად ყველანაირი პროფილაქტიკური ღონისძიებები დავიცვათ და ახლოს განსაკუთრებით ყურთან არ გქონდეს, იმიტომ რომ ამან შეიძლება დააზიანოს სმერის ნერვი, რაც მე შეუქცევადი პროცესია და ძალიან რთული გამოსასწორებელი. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მრავალწლიანი მეგობრობისთვის, დღევანდელი სტუმრობისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ოტორინოლარინგოლოგი პროფესორი ბატონი გიორგი გოგნიაშვილი. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. კვებითი რეკომენდაციები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ რჩევა კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით. რადგან თავად კვება არის ბევრად უფრო დიდი და ტევადი, ვიდრე კვების პროცესი, საკვების მიღების პროცესი, ჭამის პროცესი მარტივად რომ ვთქვათ. რადგან კვება ნიშნავს ადამიანის საზრდოობას და ეს არის ურთულესი პროცესების ერთობლიობა, რომელიც არა მარტო ენერგიით და საკვები ნივთიერებებით გვამარაგებს, არამედ უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს იმ ინფორმაციით, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს სიცოცხლეს. და ამ პროცესში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით სამ ძირითად გასაღებს, როდესაც ჩვენ ვითვალისწინებთ, როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ, რას მივირთმევთ. და თუ შევხედავთ ამას სქემატურად, მაშინ ჩვენი თეფში, რომელიც 2011 წლიდან ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილია, გარკვეულწილად სქემატურად იტევს ამ პრინციპებს. როდესაც დღიური რაციონი ისეა გადანაწილებული, რომ სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია. მეორე ნახევარი არის ბურღულეული, მარცვლეული, ცილოვან კომპონენტთან ერთად. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი გადანაწილება? და რატომ საუბრობთ ხუთი ფერის, ხუთი ჯგუფის პროდუქტზე? კიდევ უფრო ხშირად ჩვენ საუბრობთ ხოლმე ცისარტყელაზე, თეფშზე, ანუ საკვების მრავალფეროვნებაზე პრობლემების მიუხედავად. და დღეს ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია ხაზი გაუსვათ ამას, თუნდაც ყელყურცხვირის შემთხვევაში. და გავიხსენოთ, რომელი პროდუქტები შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენთვის ზოგადად საზიანო, ან სიკეთის მომტანი. ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, რატომ შეიძლება ერთი და იგივე პროდუქტი ერთდროულად მოხვდეს სხვადასხვა ფერის ზონაში. და ამის საუკეთესო მაგალითია შუქნიშანი, რომელიც ჩემს უკან არის განთავსებული. ის მრავალფეროვნება ხილისა და ბოსტნეულისა, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს კვებით ზონას ამშვენებს, ძალიან თვალისმომჭრელი და ლამაზია, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია თავისი შინაარსობრივი დატვირთვით, რადგან ერთსა და იმავე პროდუქტს თქვენ სხვადასხვა ფერში ხედავთ, მაგალითად ვაშლს, მწვანეს, ყვითელს, წითელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უსვამთ ხაზს, რომ ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა პრობლემის შემთხვევაში სხვადასხვა გავლენის მქონეა. უფრო მეტიც, ერთი და იგივე პროდუქტი სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში სხვადასხვა ზეგავლენის მქონეა. ამიტომ არის შუქნიშანი განსხვავებულად აწყობილი ყოველ ჩვენს გადაცემაში, მაგრამ არის რამდენიმე უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც უკავშირდება მაგალითად სასიცოცხლო ნივთიერებას. და ეს გახლავთ წყალი. წყალი გვჭირდება ყველა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის და ამ ხრივ გამონაკლისი არც ყელყურცხვირია, რადგან ყველა ის ელემენტი, რომელიც ამ ორგანოების სტრუქტურას ქმნის, დამოკიდებული არის უჯრედის სრულფასოვან მუშაობაზე და მათ შორის უჯრედის შიგნით წყლის სათანადო რაოდენობაზე. ამიტომ წყალთან დაკავშირებით კითხვები არ გვაქვს. მაგრამ არის პროდუქტები, რომელთა მიმართაც ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. დიახ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა პრობლემები ავიცილოთ თავიდან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არსებული პრობლემების უკეთესად მართვას ვცდილობთ. და მაშინაც, როდესაც პრობლემები უკვე გადავიტანეთ და ჩვენ ვცდილობთ ამა თუ იმ ორგანოს, მათ შორის ყელყურცხვირის აღდგენას. რომელი პროდუქტები შეიძლება იყოს ამ ხრივ საყურადღებო? მაგალითად, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები.
და ასეთ შემთხვევაში ყვითელ ზონაში რატომ ვათავსებთ ამ პროდუქტებს? ამ პროდუქტებს შეუძლია ანთების ხელშეწყობა, ანთების რისკის ზრდა და ეს ყოველთვის საყურადღებოა ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში და მათ შორის დღევანდელ ჩვენს თემასთან მიმართებაში. მარილი მლაშე პროდუქტების მირთმევას აქვს რამდენიმე თავისებურება. მას შეუძლია განაპირობოს ორგანიზმში სითხის შეკავება განსაკუთრებით უჯრედებს შორის სივრცეში და მაშინ, როდესაც ისედაც შეშუპებული გვაქვს მაგალითად ცხვირის ლორწოვანი, ისედაც პრობლემებია ყურში, შეგუბებულია ევსტახის მილი და ასე შემდეგ, ჩვენ ასეთი ტიპის წინაპირობა დამატებით შეშუპების გასაძლიერებლად არ გვჭირდება და არის კიდევ ერთი ფაქტორი. მარილმგრძნობი არის ადამიანებისათვის მარილით დატვირთვა მლაშე პროდუქტების მოხმარება შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტენზიის, ანუ წნევის მატევის წინაპირობა, რაც თავის მხრივ ნამდვილად დააზარალებს ყურს, ისევე როგორც მაგალითად ჰიპერტენზიასთან ერთად ან სრულიად დამოუკიდებელ ფაქტორად ბეჭდგუფის ვიტამინების ნაკლებობა, სხვადასხვა სახის მინერალების ნაკლებობა, მაგრამ განსაკუთრებით რკინის და B12-ის ნაკლებობა შეიძლება აღმოჩნდეს დისკომფორტის, არასრულფასოვანი სმენის, უსიამოვნო შეგრძნებების წინაპირობა. არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ასევე ხელს უწყობს ანთებას, არასწორად შერჩეული ცხიმები. და არასწორად შერჩეული ცხიმი შეიძლება ასევე აღმოჩნდეს იმ პროდუქტებში, რომელსაც ჩვენ ვეძახით პროცესირებულს. რომელი პროდუქტია პროცესირებული? ანუ მრავალგზის, სხვადასხვა ფორმით დამუშავებული პროდუქტები და პროცესირებული პროდუქტების მთელი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მათ შორის შეიძლება იყოს ხელოვნურად შექმნილი ცხიმები, ხელოვნურად გამყარებული და მათ შორის ტრანსცხიმები. მაშინ რა ვქნათ? როგორ შეგვიძლია დავიცვათ ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობა და დავიცვათ მათ შორის ყელყურცხვირის ჯანმრთელობა? აღმოჩნდა, რომ მიდგომა შევარჩიოთ საკვები ჩვენი ორგანიზმისათვის სასარგებლო პრინციპით, აქაც ძალიან ეფექტიანად მუშაობს და საუკეთესო ჩამონათვალი ახლა ჩვენს ეკრანზე გამოჩნდება. არა ცალკეული პროდუქტების სახით, არამედ პრინციპის სახით. თქვენ ახლა ხედავთ პომიდორს. პომიდორი კი არ არის ყელყურცხვირის სამკურნალო საშუალება. არა. პომიდორში არსებული ნივთიერება ლიკოპენის სახით არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ანთების საწინააღმდეგო თვისების მატარებელი. ამიტომ ამ კომბინაციას პროდუქტებისა, რომელსაც თქვენ ახლა ნახავთ, შეუძლია დაგვიცვას ანტიოქსიდანტები, ანტიდამჟანგავები, ციტრუსები, მაგალითად ლურჯი მოცვი, ალუბალი. ეს არის ანტიოქსიდანტების, ანტიდამჟანგავების, C ვიტამინის მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტები. როდესაც ჩვენ საუბრობთ პროდუქტების ეფექტზე, ასევე უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად აღნიშნულ პროდუქტებთან ერთად სხვადასხვა სახის მაგალითად თხილეული და მასში არსებული რამდენიმე კომპონენტი. კერძოდ ომეგა-3, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და თრომბოზის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მასში არსებული E ვიტამინი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ანტიდამჟანგავი, ანტიოქსიდანტია და მასში არსებული თუთია. აი ეს კომბინაცია იდეალურ წინაპირობას ქმნის, გარდა იმისა, რომ მასში არის ბეჭდგუფის ვიტამინები, მასში არის თქვენ წარმოიდგინეთ მაგნიუმის ისეთი კონცენტრაცია, რომელიც ჩვენს ყელყურცხვს ნამდვილად წაადგება, მათ შორის მაშინაც, როდესაც ყურთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს. ცხიმები. მე ვახსენე არასწორად შერჩეული ცხიმი, რომელიც ხელს უწყობს ანთებას და სწორად შერჩეული ცხიმი, მაგალითად ზეითუნის ზეთის სახით, რომელიც არის გაუჯერებელი ცხიმი, რომელიც ძალიან მდიდარია ყველა იმ ნივთიერებით, რომელიც მე უკვე ვახსენე და გამორჩეული პროდუქტი შეიძლება აღმოჩნდეს. შემდეგი პროდუქტი ეს გახლავთ უпростоრეთ პროდუქტების ჯგუფი. ეს არის მწვანე ფოთლოვანი მცენარეები. მწვანე ფოთლოვანი მცენარეები, რომელიც მდიდარია გამორჩეულად C ვიტამინით, მდიდარია სხვადასხვა სახის მინერალებით, მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელსაც შეუძლია ანთების ფაქტორების განეიტრალება და ძალიან მნიშვნელოვანია აქ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის თევზი და მის შემადგენლობაში არსებული ომეგა-3, D ვიტამინი, თუთია, მრავალი ის კომპონენტი, რომელიც მე უკვე დავასახელე. ჩამოთვლილი საკვები პროდუქტები გამორჩეულია თავისი ბუნებით და გამორჩეულია იმიტომ, რომ სწორედ ეს ჩამონათვალი ჰარვარდის სკოლამ შეიტანა
ანთების საწინააღმდეგო პროდუქტების ნუსხაში. არ არის ამის მიღმა პროდუქტები, რომლის გამოყენება ანთების რისკს ამცირებს. რა თქმა უნდა არის, მე მხოლოდ ნიმუშად მოგიყვანეთ, ისევე როგორც სხვადასხვა შემთხვევაში ვიქცევით ხოლმე, იმისათვის რომ გითხრათ, რომ საკვებში წამლებისგან დამოუკიდებლად არის საიდუმლო, რომელიც ანთების ხელშემწყობია და საბედნიეროდ არის საიდუმლო, ანუ ნივთიერებები, კონკრეტული ჩვენთვის ცნობილი ნაერთები, რომელთა სისტემატური მოხმარება ჩვენ გვიცავს ანთებისგან. სწორედ ამის თქმა მინდოდა დღეს, მიუხედავად იმისა, ყელზე, ყურზე თუ ხვირზე ვსაუბრობთ, ანთებისგან თავდაცვა არის უნივერსალური იარაღი იმისთვის, რომ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, უკვე არსებული პრობლემის გადასაჭრელად და შემდეგ გადატანილი პრობლემის შემდეგ ორგანიზმის დასახმარებლად სწორად და ეფექტიანად გამოვიყენოთ ჩვენს ოჯახში არსებული საკვები პროდუქტები. დღეს მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.